ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ნინო გზირიშვილი, ნევროლოგი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ედიშერ მაღალაშვილი, ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობი. მადლობთ, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან საინტერესო შეკითხვებზე მივიღებთ ასევე ამომწურავ პასუხებს. პირველ რიგში ბაპადე გიორგი წაგართმევ შეკითხვის თანამიმდევრობას, რამდენად მართალი ვიყავი მე იმასთან დაკავშირებით, აი ამ 1%-თან დაკავშირებით და როგორ არის მოცული დღევანდელი კაცობრიობა და საქართველოს მოსახლეობა და არსებობს თუ არა საქართველოში აღნუსხვა ეპილეფსიით დაავადებულთათვის. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. უღრმესი მადლობა ასევე ძალიან საინტერესო ისტორიული მიმოხილვა იყო და გეთანხმებით გარკვეულწილად ნაწილობრივ რწმენებია, რაც უკვე დღეს აღარ არის მიჩნეული, რომ ეს რეალურიც არის და რაღაცები შეიცვალა დღეს მედიცინაში მით უმეტეს ამ მიმართულებით და რაც შეეხება სტატისტიკას, აბსოლუტურად გეთანხმებით, საქართველოში, ანუ სოფლიოში 1% ეპილეფსიის მქონე დაავადებული ადამიანი და მათ შორის საქართველოში დაახლოებით 1%-ში გვხვდება ეპილეფსია, თვითონ დიაგნოზი როგორც ასეთი. ამიტომ სტატისტიკა ჩვენთან შესწავლილია, ადრეც იყო შესწავლილი, სანამ ჩვენ კონკრეტულად დავიწყებდით ამ სტატისტიკურ მიმოხილვას, თუმცა ჩემი ნაშრომიც, რომელიც ანუ ჩემი ხარისხის ნაშრომიც ეხება კონკრეტულად აი ამ ეპილეფსიის ცხოვრების ხარისხის შესწავლას და იქაც გარკვეულწილად ჩვენ შევისწავლეთ თუ რამდენ პროცენტშია ეპილეფსიის მქონე პაციენტი საქართველოში და ეს არის 1%-ში. იცით რა მაინტერესებს? არსებობს თუ არა რამე პრევენცია ორივესთან აი ამ ეპილეფსიის დაავადების? ჩვენ თუ ვიტყვით რომ ეპილეფსია კონკრეტულად ეს არის თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ხასიათდება ეპილეფსიური გულყრებით, სანამ ვიზუალურად არ დემონსტრირდება, რომ ადამიანს აქვს გულყრა, ანუ ვთქვათ ესე ზოგმა მოსახლეობამ არ იცის გულყრა რა არის. ანუ ეს არის ნიშანი ეპილეფსიური შეტევის, რომელიც არის დაახლოებით 200-მდე ტიპის. სანამ აი ამ ტიპებში მოსახლეობას კონკრეტულად არ მივცემთ ინფორმირებულობას თუ რა ტიპის შეიძლება იყოს ეპილეფსიური შეტევა. მანამდე ძალიან რთულია, რომ საერთოდ შევეხოთ პრევენციას. ძირითადად მოსახლეობისთვის ცნობილია გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ანუ კრუნჩხვითი გულყრა, რაც ერთ-ერთი ყველაზე საშიში სანახავია და აი ამ დროს ბავშვებშია როგორც ბავშვებში ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს თვითონ ეპილეფსიური გულყრა. თუმცა აი ძალიან სხვადასხვა კატეგორიის გულყრა არსებობს და აი ამის პრევენცია, რა თქმა უნდა, წინასწარ არ არსებობს. ედიშერთან მინდა ასეთი შეკითხვა ნეიროქირურგების უნიკალურ ჩარევაზე რო ვისაუბროთ, რა თქმა უნდა თანამედროვე მეცნიერება და მედიცინა წინ მიიწევს და ახალი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმები არსებობს მკურნალობის. რო ვისაუბროთ თუ შეიძლება რა არის ეს უნიკალური ჩარევა და რითია განსხვავებული მკურნალობის ძველ მეთოდებისგან, რა თქმა უნდა. ძალიან რთული არის თვითონ სამკურნალო დაავადება, იმიტომ რომ დიდ პროცენტში აღინიშნება ეგრეთ წოდებული ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსია, როდესაც პაციენტების გარკვეულ ჯგუფს სწორად შერჩეული, სწორად დოზირებული მიღებების ჩაგდების გარეშე იღებენ წამლებს და ამის მიუხედავად მათ გულყრითი აქტივობა, ასე ვთქვათ, აღინიშნება. ამავდროულად ამ პაციენტებში მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ანატომიურად შეუცვლელ ქსოვილებს, რომლებიც ფიზიოლოგიურად არიან შეცვლილები და ამ პათოლოგიური იმპულსის გენერაციას აკეთებენ. ну პირველ რიგში ეხლა ცოტა რომ გავამარტიო მაინც უფრო არამეცნიერულ ენაზე და თუ რაღაც ექიმები მისმენენ იმედი მაქვს რომ აპატიებენ თავის ტვინს ხო იმიტომ რომ ჩვენ მაყურებელი გვისმის და მათთვის გასაგები ენა უნდა იყოს აუცილებლად ექიმებმა უფრო იციან თავის ტვინს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის ელექტრონული დენის ასე ვთქვათ გენერირება და მისი დისტრიბუცია ჩვენ სხეულში. ამავდროულად ეპილეფსია შეიძლება აღვიქვათ როგორც აი ელექტროობიდან ვავიღოთ მოკლე ჩართვა, როდესაც ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონზე გადავა ეს აქტივობა.
ამავდროულად ყველა ეპილეფსიური გულყრა ზრდის შემდგომი გულყრის მზაობას და ეს ეპილეფსიური განმუხტვები ძალიან მძიმე აფერხებენ ადამიანებს განვითარებაში და პაციენტებს, ხელს უშლიან ყოველდღიურ აქტივობაში, მანქანის ტარებას და უშუალოდ იგივე მასწავლებლებად დიდი სოციალური პრობლემა არის სინამდვილეში და კიდევ უფრო დიდი ხდება, როცა ხვდებით, რომ ეს 1%-ს აქვს ჩვენი პოპულაციის. ის ქირურგიული ინტერვენციები, რომლებიც თანამედროვე მედიცინაში არის დანერგილი, ძალიან სელექტიური უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ეპილეპტოგენური უბანი ერთის მხრივ მე ქირურგი ოპერაციაზე ვხედავ ანატომიურად შეუცვლელ ტვინს და ზუსტად უნდა ვიცოდე რა ნაწილის რეზექცია უნდა გავაკეთო. თუ რეზექციას გავაკეთებ, არასაკმარის გულყრითი აქტივობა დარჩება. თუ გავაკეთებ უფრო მეც, დაითრგუნება ნორმალური ტვინის ფუნქცია. ამიტომ ამის პრექირურგიული შეფასება ამ პაციენტების არის ერთ-ერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა ამის ქირურგია განვითარებული დღესაც კი, თუმცა დიდი ნაბიჯებით მივდივართ წინ და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ისეთი სერიოზული ინტერვენციები, როგორიც ამიგდალო-ჰიპოკამპექტომია თუ ვაგალური ნერვის სტიმულაცია არის, ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ ამის დაგეგმვას ვიწყებთ. მაგალითად, პრექირურგიული სელექციის დროს ნინო შეიძლება დღეები უკვირდებოდეს პაციენტს, აქვს სპეციალურად აღჭურვილი საპალატე სივრცე, ასე ვთქვათ, რომელშიც თავდება პაციენტი ელექტროენცეფალოგრაფიით, მონიტორირებულია 24-48-72 ან მეტი საათის განმავლობაში, სანამ არ აღმოცენდება ეს ეპილეფსიური გულყრა, ეს ვიდეო მონიტორინგის ქვეშ არის და რო ზუსტად დავიჭიროთ, საიდან იწყება, რომელი ლოკალიზაცია, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული, იმიტომ რომ პაციენტების უდიდეს ნაწილში თუ არ ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ აქ სიმპტომურ ეპილეფსიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ეპილეფსიაზე, როგორც დაავადებაზე, პაციენტების უდიდეს ნაწილში ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად შეუცვლელ თავის ტვინს, რომელიც ძალიან რთულად სადიაგნოსტიკოა და შესაბამისად ძალიან ბევრი თანამედროვე მეთოდი არსებობს, რომლებიც აი კიდევ უფრო ღრმა და სერიოზულ ოპერაციებს თავაზობს პაციენტებს. სამწუხაროდ ამის განვითარების ეტაპზე ვართ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი 10 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა. 10 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა და თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე აი 9 პაციენტი და ეს იყვნენ პაციენტები, რომლებსაც ძალიან დიდი გულყრითი აქტივობა ჰქონდათ. იყვნენ პაციენტები, რომლებსაც დღეში 10, 15, 20 გულყრა შეიძლება დღეში. აი ზუსტად ეს კითხვა უნდა დამესვა, მაბადეთ ნინო, სადგარის აი ზღვარი, როდესაც უკვე ნეიროქირურგი ერევა თქვენ საქმეში. დიახ, ძალიან საინტერესო კითხვაა. ზოგადად შევახსენებ მაყურებელს, რომ ეპილეფსიის ძირითადი მკურნალობის მეთოდი არის ორი. ეს არის მედიკამენტოზური და ეს არის ქირურგიული. და ასევე სიმპტომური ეპილეფსია რას ნიშნავს? აი ედიშერმა აღნიშნა. ეპილეფსია არის, როდესაც პაციენტს ჭირს რაღაც სხვა დაავადება და უშუალოდ სიმსივნე, ანევრიზმა, ტრავმა და ეპილეფსია გამოვლინდა როგორც მისი სიმპტომი. ეს ცალკე მდგომარეობაა და დაავადება ეპილეფსია ეს არის. და როდესაც ჩვენ ვიწყებთ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ანტიეპილეფსიური მედიკამენტით მკურნალობა. როდესაც ნაცადია 2 და მეტი ანტიეპილეფსიური მედიკამენტი და მკურნალობა პრაქტიკულად შედეგს არ გვაძლევს და პაციენტს რჩება თვეში 2 და მეტი ეპილეფსიური გულყრა, უკვე პაციენტი ერχება ეპილეფსიის პრექირურგიულ დიაგნოსტიკაში. ეპილეფსიის პრექირურგიული დიაგნოსტიკა ეს არ გულისხმობს, რომ აუცილებლად მას შესაძლებელია, რომ ეპილეფსიური ქირურგია ჩაუტარდეს. ამისთვის ძალიან ბევრ გზას გადის, როგორც პაციენტი და მისი ოჯახის წევრები, ასევე ჩვენ ექიმები. ანუ პირველ ეტაპზე ხდება ნეიროვიზუალიზაცია, მაგალითად ნეიროვიზუალიზაციაზე ჩანს ძალიან მცირე კერა, საიდანაც შესაძლებელია, რომ ეს ეპილეფსიური გულყრები იწყებოდეს, მაგალითად ჰიპოკამპის სკლეროზზე ვისაუბროთ ამ ეტაპზე. შემდგომ ხდება ამ პაციენტის ხანგრძლივ ვიდეო EEG მონიტორირების პალატაში მოთავსება, სადაც ხდება
როგორც ედიშერმა თქვა, ხანგრძლივი EEG მონიტორინგი და ზოგ შემთხვევაში ერთი ეპილეფსიური გულყრა არ არის საკმარისი. ყოფილა შემთხვევა, რომ ორი ფოკუსი აქვს პაციენტს, ორი კერა, მარჯვენაც და მარცხენაც. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ-ერთი ძალიან კარგი პრექირურგიული დიაგნოსტიკა ჩავატარეთ, შარშან და წელს უკვე ქირურგია ჩაუტარდა ამ აღნიშნულ პაციენტს, სადაც როგორც მარჯვენა საფეთქელი იყო დამნაშავე, ასევე მარცხენა ორი გულყრა იყო EEG მონიტორირების დროს და ორივე საფეთქლიდან იწყებოდა გულყრა. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ანუ არის ერთ კერაზე დაუშვათ ნეიროვიზუალიზაციაზე დაზიანება, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ედიშერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად მოახდინა სპეციალური ელექტროდების ჩანერგვა, საიდანაც ჩვენ დავადგინეთ, რომ დაფიქსირდა 10 გულყრა, აი ამ დამატებითი მონიტორინგის საფუძველზე 8 გულყრა იწყებოდა მარჯვენა საფეთქლიდან, ორი გულყრა მარცხენა საფეთქლიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით პაციენტს, თქვენი ეპილეფსიური შეტევები 100%-იანი გულყრებისგან თავისუფალით ვერ იქნებით, თუმცა მკვეთრად შეგიმცირდებათ ეპილეფსიური შეტევები, რომელიც პრაქტიკულად ძალიან დრამატულია პაციენტებისთვის, რა, ანუ ყველანაირად ცხოვრების ხარისხიც კი ძალიან დაქვეითებულია. აი პრაქტიკა ახსენეთ. აი პრაქტიკულად რა შეუძლია რომ ადამიანს გააკეთოს, როდესაც ხედავს აი ვიღაცას აი ამ შეტევის დროს, აი რა უნდა მოიმოქმედოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ იმისთვის, რომ დაუშვათ შვება მოგვაროს. მან ძალიან ბევრი ცრურწმენა არსებობს მაგასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გაფანტული, არ ჭირდებათ მათ რაღაც ჩავიტილოს გადაფარება და ასე შემდეგ. უბრალოდ ერთადერთი თუ ეს არის ტონურ-კლონური გულყრა, უნდა შევეცადოთ, რომ დავაწვინოთ პაციენტი თავქვეშ დაუდოთ რამე რბილი იმისთვის, რომ გულყრითი აქტივობის დროს უბრალოდ თავი არ დაარტყას და გადავატრიალოთ გვერდზე, იმიტომ რომ რაღაც ნერწყვიან რაღაცა არ გადასცეს ფილტვებში, გამოუძახოთ სასწრაფოს და თავი არ დაარტყას ამ დროს, იმიტომ რომ ამას შეიძლება კიდე დამატებითი პრობლემა შექმნას. არადა რა საოცარია, მეგობრებო, რომ მე ჩემი დიდი მასწავლებლებისგან მახსოვს, ყოველი გულყრა ანგრევს ადამიანს, ანგრევს მის ინტელექტს, მენტალობას და არადა რომ ნახოთ, ხო, როგორი ხალხი იყო, ვინც ეპილეფსიით იყო შეფრობილი, ხო? იცით რა მაინტერესებს? ამას რამე წინაპირობა აქვს? აი მე დავუშვათ ვარ ეპილეფსიით დაავადებული. რამეთი ხვდები წინასწარ რა ეს დამემართება? ეხლა თუ არანაირი წინასწარის შეგრძნება არის ყოველთვის. წინასწარი ყოველთვის არა, ფოკალურ ეპილეფსიებზე გვაქვს საუბარი, ფოკუსირებულ ეპილეფსიაზე. ხშირ შემთხვევაში წინასწარის შეგრძნება აქვს და ეს წინასწარის შეგრძნება არის კონკრეტულად აი იმ თავის ტვინის წილის შეგრძნება, წილობრივად არის დაყოფილი ჩვენი თავის ტვინი, საიდანაც იწყება ეპილეფსიური გულყრა. მაგალითად, ფაქტობრივად მე მყავდა მასწავლებელი, არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო, მაგრამ აი ესე და თქვენ წარმოედგინეთ, რომ ძალიან მაინტერესებს ეს თანდაყოლილი არის დაავადება თუ შეძენილი თუ არსებობს, რომ შემდეგ შეიძლება შეიძინოს ადამიანი. ზოგადად ეპილეფსიის სამი ძირითადი ფორმა. ეს არის ფოკალური ეპილეფსია, ეს არის გენერალიზებული და ეს არის ეპილეფსიური სინდრომები. ჩვენ ეს ნაზე რო გითხრათ. ხო, ანუ ეს გულისხმობს გენერალიზებული ფორმა. პირდაპირ დაარქვეს უკვე გენეტიკური ეპილეფსია, რომელიც ვლინდება ძირითადად გარდატეხის ასაკში, ან 10 წლამდე ასაკში. უფრო მე მოზრდილთა ნევროლოგი ვარ და ჩემთან ხვდებიან უკვე 15 წლის და ზემოთ და სადაც მაქსიმალური ასაკი არის 21 წელი, სადაც პირდაპირ ვეუბნებით პაციენტს, რომ ეს არის გენეტიკური ეპილეფსიის ფორმა, ანუ გენერალიზებული ეპილეფსია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის თაობას აუცილებლად ექნება ეპილეფსია და ეპილეფსიური შეტევები. მე ამ პაციენტებსაც უსვავ კითხვას, დაუშვათ ოჯახის წევრს ხომ არ აქვს ვინმეს ეპილეფსიური ან ეპილეფსია დიაგნოზი, პრაქტიკულად თვითთაობაში ვეძებთ დედის მხრიდან, მამის მხრიდან, მაგრამ არავის არ აქვს. თუმცა ეს მიჩნეულია როგორც გენეტიკურ ფორმად. რაც შეეხება ფოკალურ ეპილეფსიას, თუნდაც რომ თქვით ეს სტრუქტურული დაზიანება, ჰიპოკამპის სკლეროზი, ნამდვილად ესია პაციენტი დაბადებული, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ეს გულყრა 27 წლის ასაკში. ანუ ესეთი მიჯნა რომ მაგრამ არსებობს შემთხვევა, რომ შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდა ეს?
საერთოდ თუ არ გამოვლინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ეპილეფსია არ აქვს, რა თქმა უნდა. და შეიძლება იყოს ის სტრუქტურული დაზიანება, ეგეც პათოლოგიური კონდეს, მაგრამ ეპილეფსიური შეტევა არ აქვს. ანუ ჩვენ მკურნალობთ ჩივილს და არა დაუშვათ ინსტრუმენტულ კვლევებს. და მესამე რა არის? და ეს არის ეპილეფსიური სინდრომები. აი ეს არის ეპილეფსიური ენცეფალოპათიები, როდესაც უკვე მუცლად ყოფნის პერიოდში ხდება დაზიანება ნაყოფის ან მშობიარობის შემდგომ და აი ეს არის კლასიკურად აი მოსახლეობაში როგორც არის ცნობილი რომ თანდაყოლილი. აი განკურნება რამდენად არის ედიშერ? აი ამისგან განკურნება თუ არის რამდენად ეფექტურია ყოველ შემთხვევაში? შენ ქირურგიაზე გიპასუხებთ თავის განკურნება აი გააჩნია რა შეძახით განკურნებას. მე ქირურგიულ ოპერაციებზე გავდივარ მხოლოდ ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიების დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტი იღებს სწორად შერჩეულს, სწორად დოზირებულს ორ ანტიეპილეფსიურ მედიკამენტს და ამის მიუხედავად ემართება გულყრები. მე მხოლოდ მაგ პაციენტებთან მუშაობ, რომლებიც ფარმაკორეზისტენტულები არიან. ჩვენი ჩარევის მერია ჩვენი 9 პაციენტი არის, მათ აქვს გულყრისგან თავისუფალი მდგომარეობა. ოღონ ისინი იმყოფებიან ანტიეპილეფსიურ მედიკამენტოზურ თერაპიაზე. ანუ ეს რემისიის მდგომარეობაა. ეს რემისიის მდგომარეობაა, თუმცა იქ უკვე პაციენტები ყავს, რომლებსაც 1 წელია დაუშვათ გულყრა არ ქონიათ და მაშინ როდესაც შეიძლება დღეში 5, 10, 15 ან 20 გულყრა ქონიათ და იცით განკურნება ერთი მომენტია, მაგრამ ყოფის შემსუბუქება კიდე მეორეა. ხა იმ დღეს იყო პაციენტი, რომელსაც აი დღეში მრავლობითი 10-ზე მეტი გულყრა ჰქონდა და ბოლო წლის განმავლობაში ჰქონდა სულ 3. ესეც ხა დღეში 15 გულყრიდან წელიწადში 3 გულყრამდე გადმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი შემსუბუქება იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი გულყრა ანგრევს თავის ტვინს. ეს მომენტიც ეხლა ძალიან დიდი ბოდიში ბატონო ედიშერ, ქალბატონო ნინო, ჩვენი დრო ცოტა შეზღუდულია. მე ჩემი კოლეგების სახელითაც მინდა მადლობა გითხრათ და ალბათ ჩვენი მაყურებლები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაბიჯია ხალხო გადადგმული და აფერում თქვენ ქევადიდება თქვენ და ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ჩვენს ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ნინო გზერიშვილი ნევროლოგი და ედიშარ მაღალაშვილი ნეიროქირურგი.